გუშინ გადავწყვეტე ლობიო სრულად რაც კი მქონდა გამერჩია და უნდა გაჩვენოთ ნაგავი, რამდენი ნაგავი აქვს ზოგადად ხოლმე ლობიოს. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, სად იქნება, ვინ გამოგიგზავნის თუ იყიდი, მაინც აუცილებელია რომ გაერჩეს ძალიან დიდი რაოდენობის ლობიო დავარჩიე ხალხო ეს ნაგავს, რასაც მე ნახოთ არ არის რაღაცა ორი მუჭა ლობიოთი, ან რა ძალიან ბევრი ლობიო გავარჩიე და შევინახე, ხო და მე რო აღარ ვიწვალო. ეს კი გახლავთ ხვალინდერის სადილი, რომელიც დღეს გავამზადე და წაბრძანდება კონტეინერით. ეს დედამჩიმა გამოგვიგზავნა, არის ხალხო უგემრიელესი. ხო და ამოვალაგე და დავახარისხე. ეს კი უკვე გახლავთ დილა, მეგობრებო, ასე რომ ახლა დილა მშვიდობის. როგორც ხედავთ, ქალობის დღე მოვაწყე, რა ძალა მედგა. კარგად ვიწვალე, სხვათა შორის ისეთი დიდია რა, რაღაცნაირი არაკომფორტული თითქოს, მაგრამ ნუ ხანდახან ვიყენებ ხოლმე რაღაცა თავს ვიხალისებ ჩემი ჭკუით, არ ვიცი. გრძელთმას რა თქმა უნდა ბევრად მეტად უხდება, მაგრამ ნუ რა ვიცი. არ ვიცი. დავიმატოთ მუსი, რომ ცოტა ჩემთმას რაღაცა ის კონდეს სიმყარე, იმიტომ რომ გავალ თუ არა გარეთ იმ წამსვე იშლება, არ ვიცი როგორ ვახერხებ, მაგრამ გარეთ გასული არ ვართ, მამავს დაშლილი. ეს რაღაცა არ ვიცი. ამიტომ ვიყენებ ძალიან ბევრ ლაქს, მუს და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე მომაბეზრებელია ხოლმე, როცა აი რაღაცა დიდი მონდომებით იკეთებ და გასული არ ხარ და უკვე რომ გეშლება. ხო, ეს აუცილებლად. აუცილებელი პროცედურაა, რა, ერას წუწავ გოგო. თან ყავის წრუპაში გადის დრო, მეგობრებო. ტრადიციულად ზძინავთ, თორე სხვა შემთხვევაში მე ვისაუბრებდი, ალბათ ხვდებით. თუმცა ყოველთვის როცა ვახმოვნებ განა ვიღაცა ზძინავს, მაგრამ ნუ აქ საკმაოდ ადრეა. ამიტომ ნამდვილად ეძინათ, ხო აქ საათს გავხედე. შეგერგოს გვანცა, შეგერგოს. დილიდან არის აუცილებელი ყავაზე მისკდომა. წავისვით ფანქარი, მაგრამ ფანქარს ესე თქვენთან ვერ ვისვამ პირდაპირ კამერაში სარკე თუ არ დავდგე, ანუ გამორიცხულია, ვერაფრით ვერ წავისმევ. ხო, აქ უკვე ჩავიცვი, ეს დედა ზედა, რომელიც დამიტოვა და ვგიჟდები, ისე მიყვარს, აი, არ ვიცი, გადავირიე. ახლა ნახეთ, ჩემი უბედურება 1 საათი რო ვერ შევიკრავ. აქ ფაქტობრივად მზად ვარ, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ტურცაცხი არ მისვია ჯერ და პატარ-პატარა დეტალები, თითქმის ჩაცმულ დახურულ გაკვანწულ, გამოკვანწული გახლავართ. თითქოს ადრე უფრო ვიხდები ასეთ მას, მაგრამ ნუ რა ვიცი. კიდევ ერთხელ. ასე. არ გეგონოთ, რომ ასე უნდა ვიფრიალო, ან თმით ამას აუცილებლად ავიკუნავ. აი, რო დამცხება სამსახურში, მე აუცილებლად. წავედით. ოღონდ არ ვიდა. მინდა, უბრალოდ მინდა, უბრალოდ პარასკევი მინდა იყოს. მაგრამ ხუჩებია. ვიძახი, რომ ეს გაჩეჩილი თმა არ მიხდე. კაციშვილს არის ის. აჰა. ზედა მაქვს ხურჯინით და დილიდან დილამდე ხამიდან ხამამდე დაკარგე. ამ სიმღერის სეზონს გახსნით ვაცხადებ. მზე მოვიდა ხალხო. ბედნიერეს. ძალიან მოიწონათ ჩემი დედიკოს ზედა. ისეთი ფერებია რაღაც, სასწაული. ავბრუნდით. გადასარევი ამინდია ძვლები გამითბა, გავთბი, გავლღვი და ბედნიერებისგან მაცახცახებს ისე მიხარია ჩვენი მზის ამბავი, მოკლედ თბილისში, სხვაგან არ ვიცი, ალბათ სავარაუდოდ ბევრგან თბილა. მარიკო დედა. უფრო პატარაზე გაგეყოშილობი. ხო და ის არის, რა ქვია. აი მე სარწყის გადმოყარე უნდა შევყარო, მერე დავრეცხო. სახლიც მივალაგე, ყველაფერი წესრიგშია, მოკლედ გადასარევ განწყობაზე ვარ, სხვათა შორის დილიდან. მიუხედავად იმისა, რომ კინაღამ ფეხები გავშიკე, იმ წამლის გამო კარგად ვარ, ანუ რა არის დე? გამარჯობა უთხარი შენ. გამარჯობა.
შენი მძივია ჩვენე? არ მკითხოთ. ხო და დავლიოთ ყავა. დილით დავლია, იმიტომ რომ ბევრი დრო მქონდა და მეთქი მოდი დავლევთ ხო. და მე რაღაცა რა ვიცი ვლოგის გადაღება დავიწყე და არა ვლოგის არა ინსტაგრამის რაღაც გადავიღეს რილსი და საკმაოდ დიდი დრო წაიღო და სიამოვნება ყავით ვერ მივიღე მოკლედ რა. რომ ბოლომდე ვერ დავასრულე. დედა რა კარგია. გადასარევი ამინდი, გადასარევი განწყობა. ბეც მე შოკოლადი ხომ აქ რატო არ მოვიტანე? დედი, ხომ მითხარი? ეგ არა, მოიცა ეს დაასრულე და ეხლა ვავდგები მოგიტანდე. კარგი გოგო ხარ დედიკო. ერთი წუთით ხარ ხო, ჩვენ შოკოლადის გვაქვს აწონი და მოვალ. 56 და 68 კალორია თუ რაღაც იქ გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მირჩენია ხოლმე, რომ აი შოკოლადებს ან რაღაცას საკვებით შევირთო, ეგ კალორია, მაგრამ რაღაცნაირად ყავაზე თითქოს მithხოვს ორგანიზმი. იმაში მქონია ცელოფანში და იმდენი ხანი ვატარე გზაში დავდნა. ძალიან გემრიელია, გაჩვენებთ რომელია. თან ამისი რა მომწონს ისიც გოგოებო, აი ესე ორ-ორად არის დაყოფილი და მთლიანი რო არ მინდა მივირთვა, ყოფ ხოლმე რა, ამოიღე, გატეხوار უნდა, გაჭრარ უნდა, არაფერი არ. ვაფლია და შოკოლადი. მაგრამ ძალიან გემრიელია. მე მესმით რა ქვია. ეხლა ჩვენ ვისაუბროთ ერთ თემაზე. TikTok-ზე არის ერთი გოგონა, რამდენჯერმე შემხვდა ფორიუზე. კომენტარიც დავწერე, ადრე ვახსენე კიდეც რაღაც კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ხო და იმ გოგოს შესახებ უნდა გიამბოთ. იმდენად იმ გოგოს შესახებ კი უნდა გიამბოთ. უნდა გიამბოთ იმ ადამიანების შესახებ, ვისთვისაც ჯერ კიდევ ძალიან ბნელა. ან არ ბნელა, მაგრამ უბრალოდ ეგეთი ტიპები არიან რა, აი ხო არიან ასე ღვარძელიანი ტიპები. ეს გოგონა არის დაოჯახებული, ყავს ქმარი, თავისზე პატარა ასაკის, არ ვიცი ხა 7 თუ 5 წელი და არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ასაკის ქმარი ყავს შედარებით, ვიდრე თავად არის. რამდენიმე წლის განსხვავებით. ყავთ ერთი გოგონა, ნესი თუ ნეკო, ნესი უფრო რა, არ მინდა ხა აუზაურო, მგონი ნესი არ ვიცი. ხო და ყოველ შემთხვევაში რამდენჯერაც მისი ვიდეო შემხვდა ფორიუზე, ანუ არანაირი ნეგატივი ჩემში არ იყო, ან რა ვიცი, რატო უნდა ყოფილიყო რა. ხო და დიდ ფორიუზე რომ ხვდება ხოლმე, ერთხელ რომ ამომიგდო და გავჩერდი, მე ხო იცი სულ აგდებს რა. ესე იგი ხალხო, ეს გოგო კი არ შეჭამა ხალხმა, აი ყვე რომ ნეგატივია შენ არხზე მაგალითად თუ TikTok-ზე არ აქვს მნიშვნელობა. აი არ ვიცი რა დონეზეა ეს ხალხი გაგიჟებული, გამწარებული, გაცოფებული. ჯანმრთელობა და ეს კი ამოადინეს გოგოს ზმრად, რომ შენ პატარა ასაკის ქმარი ყავს. რაღაც მიგატოვებს, ფულის გამხვარ მოგიყვანა მაგ ბიჭმა და აი არ ვიცი მე ამხელა შეურაცხყოფა ხალხო რანაირად შეუძლიათ ადამიანებს, აი ამ თემაზე მინდა ვიცავრო, რანაირად შეგიძლიათ ადამიანებს, ვისაც შეგიძლიათ ამხელა ნეგატივი ესროლოთ ადამიანს, რომელიც არაფერს არ აშავებს, კაცო ყავს ქმარი, ყავს შვილი, არის თავისი ცხოვრებით კმაყოფილი თუ როგორც არის, შენ არაფერს არ გიშავებს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვიდეოები დადო თავისი მე სადილიკად მომივიდა გაზზე. ხო და
ესე იგი ამოიჭამეს ეს გოგო, ამოიჭამეს. ახლა რაც მძვინვარებს ეს გოგო და ამბობდა რომ ყავდა ძიძა რომელიც გაუფრთხილებლად წავიდა, არ გააგებინა ოჯახს თუ მიდიოდა და ასევე არ პასუხობს ზარებზე, რასაც ყველა ვაცნობიერებთ, არის სრული უპასუხისმგებლობა და აი ისეთი რომ ეგეთი აცები უპატიებელიც კი არის ჩემთვის, რომ ასე ადგე წახვიდე დატოვო ეს ბავშვი არ უთხრა ოჯახს და მით უფრო უარესი არ უპასუხოთ ზარებს. თუ რა თქმა უნდა, ან არ მოკვდი, ან კომაში არ ხარ, რა ვიცი რა. და იმის მაგივრად, რომ საზოგადოებამ რაღაცნაირად მიიღოს ეს საკითხი, რომ არ არის სწორი, როცა ძიძა ასე იქცევა, თუ რა თქმა უნდა, რამე კატასტროფა არ დაემართა ამ დროს ადამიანს. შენს ქმართან ხო არ ქონდაო რამე ურთიერთობებიო და იქნებო მაგიტო გაიქცა ძიძაო. იმიტომ რომ ეხა პატარა ასაკის ქმარი რო ყავსო, ეგ გულისხმობა რა თქმა უნდა შეება გიღალატაო. მე არ ვიცი მართლა აი სადამდე ვართ მისულები და სად გადის ჩვენი რაღაცა აზროვნება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ის ადამიანი ავიღე ამ თემისათვის, მაგრამ ეს ხო ძალიან გავრცელებული თემაა, რომ თუ შენი ასაკის ქმარი ყავს, კიდე შანსი ნაკლებია, რომ გაგექცეს მაგალითად თუ ჯერ ერთი დაჭერილი კაცი ვის რა ბოდიში და ჩებეხებათ უნდა აქედან დავიწყოთ. მე არ ვიცხა, ჩემთვის დაჭერილი კაცი მიუღებელი არ ვიცხა, ვიღაცისთვის შეება ნორმაა და ვიღაცისთვის შეება ისეთი ამბავია, რომ უყვარს ვერელევათ არ მინდა, არც მაგის ყოფილი არაფერი. ძალიან დაჭერილი მამაკაცი არ მინდა. ხო, ყველაზე ის არის ის, რომ ეს გოგონა წონით ოდნავ მეტია, ვიდრე ქმარი და გადაწყვიტეს, რომ ხა ამ ვიზუალით თუ შენ უტყობო ფულის გამო მოგიყვანაო. არ არის საზოგადოება თითქოს მზად იმისათვის, რომ მიიღოს ჭარბწონიანი ადამიანები, მარტო ჭარბწონიანებზე ჩვენნაირ ადამიანებზე არ არის საუბარი, ვისაც მეტი წონა გვაქვს. რამხელა წეხის ქვეშ გაუტარები ვარ რაღაცა კატეგორიის ადამიანებს, ამაზე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ არის ხოლმე რომ ძალიან გამხდარი რო ადამიანი იმასაც აი ძალიან რაღაცნაირად კიდე გახდი და ვაიმე არ გიხდება და ეს ხო არ გჭირს, ხო არ გჭირს, ძალიან ძაბავენ და ძალიან ანერვიულებენ ადამიანებს, ხო? რატომ არის ეს მიდგომა, რომ თუ მაინც და მაინც მაგალითად პატარა ასაკის ქმარი ყავს შენზე, თუნდაც ერთი წლით აუცილებლად შეიძლება გაგექცეს. ყველაზე დიდი შოკი ის იყო, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ახალგაზრდა გოგოები წერენ, რომ იქნებო შენი ქმარი ავიწროებდაო და არ ვიცი, შოკში ვარ ხალხო. ისე შოკში ვარ, რატო არ ვართ იმისათვის მზად, რომ თუნდაც პატარა ჩემზე ასაკით ის იყოს ქმარი და რატო არ ჯერა საზოგადოებას ნაწილს იმის, რომ სიყვარული შეიძლება შეიქმნეს ამ დროს ოჯახი და აუცილებლად უნდა ჩავაკვეხოთ ფული, ან ჩავაკვეხოთ შეტენვა, ან ჯერ ისეთ კაცს რა უთხარით, სულ შეეტენება. საერთოდ წარმოუდგენელია ჩემთვის ფრაზა სული შემეტენა. ვერავინ ვერსად ვერ შეგიტენება, შენ თუ არ გინდა რომ შეიტენო, აქედან დავიწყოთ. როცა შე რაღაცას აკეთებ, ძალიან კარგად იცი რა შეიძლება მოყვეს და შენ თუ მაინც ამას აკეთებ, შედეგი როგორი იქნება იმასაც საზღვრავ, შესაბამისად მე აგებ პასუხს ამაზე. არავინ არ გეტენებათ, კაცებო, ეს არის სხვა ქალებისათვის თვალის ასახვევი ტექსტები. აი მე რომ მართლა ან ვიღაც შეუყვარდებათ, ან უბრალოდ მოღალატია და სხვასთან ღალატობს და აუხელზე დაიხოს, რომ აი შემეტენა და ასე შემდეგ. კი არ შეგეტენათ, უბრალოდ თქვენს რაღაცებზე მოგიწიათ პასუხების გება, თუმცა შეგიძლია რა თქმა უნდა, რომ ყოფერზე უარი თქვა და რაიმე და ქალიშვილი იყო და ეხლა აბა რა უყო და უნდა მოვიყვანო თუ რაღაც. მოკლედ, ეს თემები რო კიდე არსებობს, ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ რაღაც რო შემეტენია ხალხო, რა ცოლი შემეტენა. ამას რომელი კაციც იტყვის ახლა, რომ გოგო შემეტენა, ეს მაგას სერიოზული პრობლემა აქვს. სერიოზული. რაღაც ადრე უფრო იყო ხოლმე, იცი, აი ადრე რომ
აი რაღაცნაირად ვერ რა აი მამაკაცები იყვნენ და თუ ქალთან ექნებოდათ ურთიერთობა, რას ქვია, ეხლა მე ხალი მივაგდოთ და ქალიშვილი აღმოჩნდა და ჩვენ კაცობას ლაფი დაესხა, ესე ვერ დავტოვებთ თუ რაღაც. ეგ კიდე სხვა რაღაცაა, მაგრამ აი კაცმაც უნები რო არიან, ხო იცით რომ რა ვქნაი და აი რო აპრავებენ ღალატს, იმიტომ რომ აი ცოლი ყავთ ისეთი, რომ შეეტენათ. და როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც პატარა ასაკის არის, შედარებით, იმის ცოლს უძახო, რომ აი შენი ქმარი მალიწავა, იმიტომ რომ აი რანაირად შეგიძლიათ ხალხო? ან როგორ შეგიძლიათ უხისი ოჯახის ესე ქექვა? ამ ხელა შეურაცხყოფის მიყენება როგორ შეგიძლიათ ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი თქოს არ დაუშავებია და იმიტომ აითვალწუნეს ადამიანების რაღაცა დიდმა საკმაოდ სხვადასხვა ნაწილმა, რომ ამ გოგოს აქვს ცოტა ზედმეტი კილოგრამები, ვიდრე ვიღაცისთვის ნორმაა მაგალითად. მე არ ვიცი. ადამიანებს შეუძლიათ ზედმეტი კილოგრამების გამო შეგიძულონ, გლანძღონ და დაგაგდონ იატაკზე და გადაგიარონ. ანუ ჯერ ისევ აქავართ. არ ჩაიდო პიჩი გადაგიყლაპება და ისე შემეცოდა ეს გოგონა, რომ ნახე რამდენჯერმე ფორიუზე და მივხვდით იმისა, რომ ძალიან ისე პასუხობს ვიდეოთი, ყველაფერი გასაგებია, მაინც ეს მარტივი არ არის. არც წასაკითხად, არც ასე ვერ იქნება მარტივი ამხელა ჰეითი და თან აი ვერ იქნება ვერანაირად, ხო? მე არ ვიცი, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაინც ადამიანები ვართ და აი წონის გამო როგორ შეგიძლიათ ადამიანებს სხვისი აი გაცამტვერება ჩემთვის არის წარმოუდგენელი ხალხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პუტკუნა გოგო არის, ვისაც ვუყურებ TikTok-ზე, ფორიუზე რომ ხვდებიან, ვჩერდები ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დადებითი მოდის და ძალიან კარგი აურა მოდის მათგან და რატო? ანუ აი მაგალითად შენ რო გამხდარი ხარ, რითი ხარ ჩემზე მეტი? ანუ აი ნახე რა მარტივი კითხვა. რითი ხარ შენ ჩემზე მეტი? თუ ხარ მაგალითად ჩემზე 10 კილოგრამით ნაკლები, ანუ რითი? გარდა იმზე რომ ხო წონით, მაგრამ იქნება მიამწოდაში რომ კომფორტულად. აშება არ ვარ, მაგრამ ეს არის ყველაფერი, რის გამოც შეიძლება რომ ადამიანი ჯანმრთელობა შევიძულოთ, ამის გამო არ უნდა გინდოდეთ, ამის გამო არ უნდა გიყვაროთ და ამის გამო უნდა მაბუნინგოთ, ამის გამო უნდა მეძახოთ რომ შენ ქმარი გაგექცევა, აი რა არის ეს? ძალიან შემეცოდა, იცი, მის იმ გოგონას ბოლო ვიდეოს კომენტარებს რო გადავხედე, შოკირებული დავრჩი. ახალგაზრდა გოგონები როგორ კადრულობენ, რომ არა აი ამხელა ქალური სოლიდარობა არ გაგაჩნიათ ხალხო. აი ამხელა. მე ჩემს აუდიტორიაზე კი არ ვსაუბრობ, ადამიანებზე, ვინც ამ ამბავში ხართ და ვისაც არ გაგაჩნიათ არანაირი სოლიდარობა, რატო? პირიქით, კაცო, უსურვე ბედნიერება, ან რატო გადაწყვიტეთ, რომ თუ მამაკაცი ასაკით არის პატარა, ქალი მოიყვანა აუცილებლად ფულის გამო, სხვანაირად ეხა ვის შემოგხედავდა თუ რა, აი რა არის ეს? რატო? ძალიან ცუდია ეს შეხედულება. ძალიან მიუღებელი იყო, რა წონაზეც არ უნდა იყოს ადამიანი ხალხო, წონით როგორ შეგიძლიათ, რომ განსაზღვროთ მისი სიკარგე, როგორ შეგიძლიათ? თქვენ გამხდარი ბოღმიანი დამპალი არ გინახავთ? რა გინდათ? კი, დალიყავ და თან ისაუბრეო, კარგი და რა ვიცი, რამდენიც გინდათ, იმდენი დამპალი გამხდარი დადეს ქუჩაში, რამდენიც გინდათ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრსაც იცნობ და შეიძლება თუ იდათესავიც იყოს და ოჯახის წევრიც, რომ გამხდარია, მაგრამ უარგის ხასიათის ადამიანია რა. და ბოროტია, რა ვიცი, მე არ შეიძლება ძალიან მткиვა გული, რომ იყო დრო, როცა აი იმ ხელა ჰეითი იყო თუნდაც TikTok-ზე, თუნდაც დოდონას ბლოგზე, ჩემი წონის გამო, ეხლა ცოტა შეცირდა, იმიტომ რომ
ეხლა ცოტა დაკლებული რომ აქვს ეთყობა რაღაცა ის არის რა ქვია ღმერთმა გადმომხიდა და მომშურდნენ თორე მაგრამ ახლაც არიან ხოლმე კანტაკუნტად უკვე რა წონაზე ვინც მიმახვილებს ხო და რა ვიცი რას არ მიწერდნენ შენ რა მოსაყვანი იყავი არ ვიცი ჩემი ჯვრის წერის ვიდეო დავდე ფოტოებად აწყობილი დავდე ჯვრის წერის კაბა რომ მეცვა და უიო მაშინაც პუტკუნა ყოფილხარო თუ მაშინაც დიდი იყო თუ სქელიო თუ რაღაცა ეწერა არ მახსოვს აი რა მოდა გაიძულოს ხალხო ჯვრის წერის ფოტოებზე რომელზეც ადამიანი აი არ ვიცი როგორი ფოტოც არ უნდა იყოს და ვიზუალურად არ მომეწონოს რანაირად უნდა დავუწერო ადამიანს ჯვრის წერის ფოტოზე ხელის მოწერა აი ასეთ დღესასწაულის ფოტოზე როგორ უნდა დავუწერო ცუდი მე მართლა ვერ ხვდები ან რა ვიცი სადმე იქნებ ფოტო მივამაგრო და დავდო აი რატო გამოვიყურებოდი ხა მაგალითად მე ცუდად ჯერ ერთი ამხელა არ ვიყავი აქედან დავიწყოთ ახლა რა წონაც მაქვს ამხელაც კი არ ვიყავი მე ბევრად ნაკლები ვიყავი დაბიჯერეთ ჯვრის წერაზე ბევრად ნაკლები ხო და რა ვიცი რა არის ეს რა რაღაცა მანიაკალური რაღაცეები გვაქვს ხოლმე და ამოჩემებები მიყვარს რომ პატარძალი აუცილებლად გამხდარი თუ არ არის ის არ შეიხედება გამხდარი გოგო რომ მოიყვანე უკვე სხვა რამეს ნიშნავს ოჯახში ახალი რძალი აი რაღაცები ვიცით არანორმალურად რა ესე იგი მე რა მაგიჟებს იცით რომ ძიძაო იქნებ იმიტომ გაიპარაო რომ შენ იქ ვარი ავიწროებდაო ნუ იმიტომ იგულისხმეს რომ ეხა შენ ისე ყავხარ ანუ ხო ხვდებით აი წარმოუდგენელია რა აი მალადეც ვისაც ეგ ყველაფერი შეგიძლიათ ხალხო მე მაგალითად ერთი წამით აი შენი არ დაიღო კიდე დიკო ხო ესაუბრე თუ უნდათ მაგათ ესაუბრე კარგი შენ როგორ გინდა რაღაცა როგორც მინდა შვილო არ დავაცადე და ესაუბრე მე ესაუბრე ჩემო საყვარელო ეს მომიტანატორი მამაშენმა ბევრი მომიტანა ბუში და ეხლა წელი მინდა რა რაოდენიკო? ამ საკეთს ფეხი არ გადაუარო მეტი. რას არ გადაუაროდე? ფეხი საკეთს. დედიკო, ცოტა მირთვი კიდე ეს თუ გიყვარდე რა გთხოვ, დედიკო რა. ეს ჯობია დი, არაფრის მომცემი არ არის, ეს მირთვი დი. მოდი ქაღალდს მოგიყავს საყვარელო. მარიკო ეს მირთვი მარტო და მორჩა, კარგი დე? მეტი აღარ. აჰა საყვარელო, მეტი შენ კარგი გოგო ხარ. ესაუბრე დედიკო დღეს რო ეზოში იყავით საყვარელო. მოუყევი დედი. ბაღის ეზოში, ხო დედიკო? ხო, და ეს ცოტა კაცია. და მირთვი დედიკული. ყველცი რო ისკები. ყველი რო შეგნეთა. მე ვგიშდები მაგაში. რაზე გიждები დე? ყველზე ამაზე. ყველზე? რა კარგია შვილო, არ გამაგიჟო, როდიდან გიждები დედა? ამაზე ყველზე. და ამაზე კარია მაგას ვახსოვ. აი მე დედა, შენ თუ რამეზე გიждები? არ დავეძებ აღარაფერს დე. მირთვი საყვარელო შენ. შენ აჩვენე შენიცები, ხო უკვე დე? აჩვენე რა ლამაზ ხარ. არ გადაგეყლაპოს კოზი არ ჩაიდო ეგრე. მე დიდი ვარ უკვე და დიდი მოჩელი მაქვს უკვე ვერავინ ვერა. ახლა თქვენ დაგეხატავ.
დალაგებაში როცა მისთვის ხელს უნდა გავიტანო ჟაკეტი. უკარო. მადლობა. რაოდე? ჩათქვა. არაფერი დეგაზი ავანთებინე გარეთ. როცა ხვიდეთ ეგრე არ არის. ეგრე არ არის. მასწავლებელს უნდა დაილოდოთ. მარტო წაყვეთ რა. რა მოხდება? მერე რა არავსავს რო წავიდნენ სოფია და ელენე და მე არ უნდა წახვიდეთ მარტო თქვენ ეზოში მასწავლებელს უნდა დაელოდოთ ეთყობა თქვენ ვიყავით ეზოში და ეხლა რა მოხდა რო არ ვიყავით ეზოში ნახავ თუ არ ვიყავი ეზოში თქვენ ხოთ დედითან ვავდა სამერაპარაკები და თქვენს როგორ გინდათ იმას არ გავიმეორებ ახლა უნდა ვირაპარაკო არ უნდა ვირაპარაკო აბა ეგრე არ არის რა ვირაპარაკო მერე ჩუდის აქციელია და მერე ისახურები გავიხრიტო სალონში ისეთი ისახურები მაქვს თქვენს გაჩუქებთ ლამას სახულებს დანარჩენი დედამაჭუკა დანარჩენი ზოგმაჭუკა დანარჩენი ნანიჯონი დედიკო პირი გააღე ისე ისაუბრე თუ შეიძლება რა გავახო გოგო დედიკო ისე რომ საუბრობ ვერ გაიგებს ვერავინ კარგი და ახლა მე რომ ვიწყოდი მაგას არ მინდონდა ეგრე მოგწყინს დედიკო ხომ და გითხრა რასაც არასწორად ამბობ რა სწორად ვამბობ გოგო დედი სწორად ამბობ მაგრამ კარგად გააღე პირი რომ სწორად ისაუბრო გესმის ვისაუბრე კარგი საყვარელი სწორად ვისაუბრე ხო ხედავ და ეხლა მე ბაღში ვიყავი და მე უნდა ვიყო ბაღში რანჯს მთავარია ბაღში უნდა ვიყო დედი გავაღე პირი კარგი შვილი ხარ დიდი მადლობა და ეხლა ჩვენზე რო ვისაუბროთ არ გინდათ ეხლა უნდა დავლიო წყალი და მაინც მინდა წყალი რა რომელსაც წყალით გინდა ისაიღე და ახლა მე არ ვიყო ბაღში ეგ გინდათ ეწყინება ბავშვებს და მასწავლებელს და მე რა მოხდა რომ ეწყინება ვისარ უნდა დედა მე ბაღში ვარ წავდი აქ კარგია არა დედიკო ჩვენ ხო ვისაუბრეთ რომ ბაღში უნდა წავდეთ საყვარელი მე ბაღი მიყვარ თან მასწავლებელს ეწყინება მე და ახლა მე რა ბაღში წავიდე ეგ კარგია
რო არ წავიდე ბაღში, ეგ კარგი არ არის. Quanti წყალი ამისე რა ბევრი დავიე. აღარ მინდა წყალი. თუ შეიძლება მოგიტანო წყალი? არ მინდა. გინდა? იმდენი დავიე, აღარ მინდა. ანუ აღარ გინდა? არა. თუ შეიძლება დედიკო მომიტანე წყალი. ხო, ეგ რა უნდა უთხრა. კი ბატონო, გვამარო დაგავიწყდა ხოდე? ხო, კინაღამ დავამწყდა. კინაღამ თუ დაგავიწყდა? კინაღამ. დედი, კინაღამ თუ დაგავიწყდა დე? არ დამამწყდა. კარგი. არ მინდა. წყალი არ გინდა? კარგი დედა, თუ არ გინდა, ნუ გინდა. მაშინ ეს თავიათ ჩატარა. რაც არავინ არ გაზარებს დედა, რაც არ გინდა იმას. აი. დედიკო, დაემშვიდობე ახლა შემოსაყვარელო. რატო მინდა ვილაპარაკო? დედი, მე რეილაპარაკე. აუ. რა? მაგაქვს დე ამდენი სალაპარაკო. იმდენი მაქვს სალაპარაკო, გოგო. რა, დედი, რა? იმდენი მაქვს სალაპარაკო. არა, გავიგე, მაგრამ რა თემაზე უნდა ისაუბრო, დედი? სხვა თემაზე, გოგო. კარგი და ისე. და ახლა მე რომ ბაღში არ წავიდე, თქვენ ნახავთ რომ წავიდე. აქ აწერია კაროლიები. და ახლა წავიდეთ. ეს არის ვერცხლი. ეს არის კარტოფილი. ეს არის კარტოფილი და ეს არის კატლეტი და ეს არის პიურე. და ეს არის კვერცხი და პიურე. კიდევ რა მასხორებინა რომ მოდი რა სხვა საჭმელებზე გადავიდეთ. აქ არ წერია და როგორ უნდა წავიკითხო მაშინ? ვინმე და აგაცა წერია. ეს არის კვერცხი და ეს არის ყვავილები და ვიმახსენოთ მათი და ეს იასამანი და ეს იასამანი მე ახლა უნდა ვირაპარაკო რამდენი მაქვს სარაპარაკო თქვენ მიხვდეთ და დედი ეს მაგალში გადა ახლა ვნახოთ რა ვიყიდე 40 ლარად ნათის ტექსტილი რომ არის დავურთავ მის გვერდს და ხშირად ვურთავ ხოლმე ჩემს ვიდეოებში მე უკვე ამოვიღე ცელოფნიდან და შეფუთული იყო თავის ცელოფანშივე მაგრამ გავგლიჯე იმიტომ რომ მოთმინების ნორი არ გამაჩნია ხო ყოველ შემთხვევაში ხალხო 40 ლარი და ხარისხი ფასთან შედარებით არის გადასარევი. ვიზუალს გაჩვენებთ და თან გადავაფარებ და ვნახოთ როგორია. აი ასეთი გახლავთ და ყველაზე მეტად რატო ვიყიდე გეტყვით. არის ორმაგი. ანუ ორივე მხრიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ, გაჩვენ რა ხასიათზე ვიქნები. ხან ეს ფერი მექნება, ხან ეს ფერი. ამ შემთხვევაში მოდი ეს ფერი ვნახოთ, როგორ დაჯდება, რანაირად იქნება. დარწმუნებული ვარ რომ მშვენივრად მოუხდება, მაგრამ მოდი ვნახოთ. ხო და შეგიძლიათ მე გადახვიდეთ, ეწვიოთ მის გვერდს, მართალია ფოტოები არ აქვს, მაგრამ ახლა გაჩვენებთ როგორია. თუ კი გენდომებათ, ნახეთ როგორია. რაცა ორნამენტები აქვს. მოდი ახლა მე გადავაფარებ და ვნახოთ როგორი გამოვა.
მოდი გადავაფაროთ. გამოიყურება აი ასე, მეგობრებო, როგორც ხედავთ, ცოტა ჩავაბნელოთ. აი ასე. სხვადასხვა ძალიან მოუხდა. პრინციპში მე ისედაც ასეთი ფერის ავეჯი მაქვს და მეტად უხდება ხოლმე ესეთი მსგავსი ფერის გადასაფარებლები. და მეორე მხარეს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოუხდება, იმიტომ რომ დაახლოებით ისეთი ფერია. ხო და ძალიან მოუხდება, ასე რომ მინდა კიდევ მეორე ვიყიდო, უფრო მეტად მყარი, ეს ოდნავ აი როგორია, იცით? კი არ სრიალებს, მაგრამ აი ხო ხვდებით რა, უფრო მეტად ისეთი დავარდნილი მინდა. ხო და იმასაც ვიყიდი აუცილებლად, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეყოფა. და ცოტა მოგვიანებით იმასაც ვიყიდი აუცილებლად. ძალიან მომწონს. სხვადასხვანაირები აქვთ, სხვადასხვა ფერებია, ესეთი სხვათა შორის და ასევე ბევრად ძვირიანი ვერსიებიც არის, რომელიც მეც მინდა ოღონდ ცოტა მოგვიანებით. თქვენ რას ფიქრობთ? 40 წლიანი სკოლობაზე ხო კარგია. მშვიდობაში გვანცა.